რატომ არის სურსათის უვნებლობა მნიშვნელოვანი თემა ევროკავშირისთვის? რა როლი აქვს ევროკავშირს სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დადგენაში? რა გამოწვევები არსებობს დღეს სურსათის უვნებლობის სფეროში? ოთხშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ან გვიყურეთ ინტერნეტში. იყავით ინფორმირებული და იცხოვრეთ უსაფრთხოდ. საღამომშვიდობის დღეს ოთხშაბათია, კიდევ ერთხელ მინდა ბედნიერ და სასიამოვნო საღამო გისურვოთ და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ სურსათის უვნებლობაზე. მე სოფიო ხუსიშვილი ვარ ამ გადაცემის წამყვანი და ჩვენი ყველა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე რადიო ათინათი წერტილიჯი და ჩვენს Facebook გვერდზე რადიო ათინათი. ყოველ ორ შაბათს, ოთხშაბათს და შაბათს გადაცემა სურსათის უვნებლობის შესახებ 18 საათსა და 18 წუთზე. ცხადი არც დღევანდელი საღამოა გამონაკლისი, ამჯერად ორიოდეს სიტყვით პროექტის შესახებ ამ აქტივობას ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აებ სამეგრელოს ხმასთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი სურსათის უვნებლობის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPART 4-ის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარზე სრულად პასუხისმგებელი აებ სამეგრელოს ხმა და შესაძლოა რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება. სურსათის უვნებლობა ევროკავშირში. სწორედ ამ თემას განვიხილავთ დღეს, რატომ არის სურსათის უვნებლობა მნიშვნელოვანი თემა ევროკავშირისთვის. ევროკავშირის როლი სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დადგენაში და რა გამოწვევები არსებობს დღეს სურსათის უვნებლობის სფეროში. ჩვენი სტუმრები მინდა ძალიან დიდი სიამოვნებით და პატივისცემით წარმოგიდგინოთ. თენგიზ გუშია აებ სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი, ეკონომისტი, პროექტის დირექტორი და ჯამბულ ნაჭყებია ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი. საღამომშვიდობის, მადლობა რომ მობრძანდით ჩვენ. ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება წინ. დღეს უნდა განვიხილოთ თემა სურსათის უვნებლობის სისტემა ევროკავშირში. ძალიან ცივი მნიშვნელოვანი და მრავლის მომცველი თემა გახლავთ, ალბათ დამეთანხმებით და პირველი კითხვით მინდა გადმოვიდე ბატონ თენგიზ თქვენთან, როგორ რეგულირდება სურსათის უვნებლობა ევროკავშირში? განვუმარტოთ ჩვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და კიდევ ერთხელ მადლობა ესეთი საინტერესო მედია პარტნიორობისთვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემას ვახებით, როცა ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ესწრაფვის და გულით უნდა რომ გახდეს ჩვენ ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ბუნებრივია ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მოთხოვნილ უამრავ ვალდებულებასთან ერთად, რაც მოიცავს ძალიან ბევრ სფეროს, პირველ რიგში მაინც ორიენტირებულია და ყურადღება მიმართული სურსათის უვნებლობისკენ. ხშირად როცა სვამენ ძალიან რიტორიკულ კითხვას სოფო, გავხდებით კი ჩვენ ევროკავშირის წევრი, მიგვიღებენ ჩვენ ევროკავშირში, ვართ კი მზად ამისთვის. მოდიმე თამამად ვიტყვი ერთ რამეს, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან მაღალ ხარისხის მზაობას ავლენს ევროკავშირის წევრობისკენ და არაფერი დასამალი არ არის, რაც არ უნდა ჩვენ აპოლიტიკურ გადაცემაში მონაწილეობდეთ. სურსათის უვნებლობა, თუ ნებისმიერი სხვა თემა არის მაინც პოლიტიკის ნაწილი, იმიტომ რომ თავად ევროკავშირის წევრობა და ევრომისწრაფებების რეალიზება დიდი პოლიტიკის საგანია. პოლიტიკაც შედგება სხვადასხვა მდგენელებისგან, ბუნებრივია ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და ასე შემდეგ. რეალურად ხშირად მე ვუსვამ ჩემს თავს კითხვას, რომ დღეს რო ჩვენ ყველაფერი მოგვარებული გქონდეს პოლიტიკურად, რუსთაველზე აქციები არ იყოს საბედნიეროდ, ხელისუფლებაც და საზოგადოებაც 100%-ით გამოხატავდეს სრულმზადყოფნას ევროკავშირის ჩვენთვის შეღებული თუ ღიად ესე ვთქვათ ფართოდ გაშლილი კარების შესასვლელად ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი სწორედ ამ სფეროში, რასაც ქვია სურსათის უვნებლობა, ჯანსაღი გარემო და
სათანადო და სრულფასოვანი კვება, რაზეც ადრინდელ გადაცემებში ვისაუბრეთ. ანუ მე არ უნდა მქონდეს იმის კომპლექსი, იმდანაც მზად უნდა ვიყო საქართველოს მოქალაქე, რომ არც ფრანკს არ უნდა ჩამოუვარდებოდე, ესე იგი ცხოვრების კრედოს ამ თავარი მოცემულობით, არც ლისაბონელს, არც რა ვიცი, შვეიცარიელს და ასე შემდეგ და ის ევროპელიც უნდა ვიყურებდეს და გვიყურებდეს ისე რომ აზმაო და ბატონო ჩემზე არანაკლებარია სოფო თენგო ბატონ ჯამბული თუ თბილისლები თუ ქუთაისლები მზად ევრო სტანდარტების მენტალურადაც და ყველანაირად და ჩვენ ძალიან ნიჭიერი და პასუხისმგებლიანიერი ვართ თუ კი სწორად მიყვავს და გაერთიანებული ძალებით ვიღწვით რაღაც საერთო ბიზნესკენ და კიდევ ერთხელ ღირსებით და ამაყად ვიტყვი რომ რაც არ უნდა რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ჩვენ იმ ყველაფრისკენ გვაფერხებდეს იმ ყველაფრისკენ სულაში რასაც ქვია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო ჩვენ ამას არასდროს არ შევეგუებით რა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქართველებს კოლხებს მეგრელებს ევროპის რა ვიცი მეკარივჭეები ვართ ჩვენ მეგრელები სამეგრელო მარგალებ ვორეთ გვალო ევროპადო ართო ევროპადო თეშგურშე ნათაშკოპტკუანგ მითინს ვადაგურეჩქინ და მურეჯგირდო მურეფური ანუ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ აღუდგება წინ საზოგადოების და ხალხის იმ მისწრაფებას რაც ნიშნავს ჯანსაღ ცხოვრებას ჯანსაღ გარემოს მეტკულტურას და ასე შემდეგ ესე იგი რამხელა გზა ყოფილა გასავლელი რაგზაც გამოიარეს ევროპის ქვეყნებმა და მოქალაქეებმა რომ ესე იგი ცხოვრობდნენ ამაყად ბედნიერად და უსაფრთხოდ და ჩვენ მოდი აი თქვათ სიმართლე რა ჯერ კიდე გვეშინია რომელი პროდუქტის ყიდვა შეიძლება არ შეიძლება და რამდენიმე ცნობილი მიზეზის გამო იმიტომ რომ ვერ ვართ სამწუხაროდ იმ დონეზე და ჩვენ თვითონ არა გვაქვს ცოდნა და ცნობიერება იმ ხარისხის რომ ვიცოდეთ რა არის ადამიანისთვის მავნე და სასარგებლო ეხლა გეტყვით შეგნებულად გავშალე ლეპტოპი იმისთვის რომ მაყურებელმა და მსმენელმა იგრძნოს რამხელა გზა გაიარა ევროპამ და რა დონის კანონმდებლობები მიიღო და როგორ ცდილობს ეხლა ევროპა რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვასწავლოს ჰარმონიზირება მოგვახდევინოს ამ ყველაფერთან თორე ისე მარტივად ერთ დღეში არ მოდის ეს კარგი ცხოვრება რა თუ მონდომება არა გაქვს და მზაობა არა გაქვს და თუ მისწრაფება არა გაქვს როგორ რეგულირდება ევროკავშირში სურსათის სტანდარტები დაცვა ექვემდებარება ძალიან მკაცრ მოთხოვნებს და ევროპა მიხვდა ერთ რამეს და ამ გაერთიანების ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტალური საზრისი გახდა იმთავითვე რომ მიეღოთ რაღაც საერთო ჩარჩო კანონი სწორედ სურსათის უვნებლობაზე. იმიტომ რომ სადღაც ჩვენ ეს დამოუკიდებლობის პერიოდი, რაც 30 წელია დამოუკიდებლები ვართ და ფეხს ვიდგამთ ამ გზაზე, რასაც რეალური სუვერენული სახელმწიფოს დინამიკა ჰქვია, ისინი ამდენით მაინც გვისწრებენ ჩვენ. მათაც ჰქონდათ 80-იან წლებში საკვებით მოწამვლის მოშხამვის ფაქტები და აკვირდნენ ამ ყველაფერს, როგორ უშლიდა ეს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და შეთანხმდნენ აი ეს ევროპეიზმის სოლიდარობა, რასაც ქვია, შეთანხმდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოდი ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა მიიღოს საერთო კანონი, რომელიც იქნება აუცილებლად შესასრულებელი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის და მერე ცალკეული ნაციონალური კანონები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაექვემდებარა ამ ძირითად კანონს და მოვიდა ჰარმონიზირებაში ამ ძირითად კანონთან, რომელსაც ქვია General Food Law, ესე იგი ევროკავშირის სურსათის უვნებლობის ზოგადი კანონი და 2002 წელს მიიღეს კოდები აქვს ამას და ამიტომაც ამის დამახსოვრება ძნელია პირდაპირ აი ყველა მიცის რომ 178 რეგულაცია არის მთავარი დოკუმენტი ამ კანონიდან გამომდინარე რომელიც სურსათის უსაფრთხოების საერთო წესებს განსაზღვრავს და აყალიბებს არსებობს EFSA ერთიანი ორგანო რომელსაც ქვია სურსათის უვნებლობის სააგენტო წარმოიდგინეთ რომ ამხელა ინსტიტუცია აქვს ევროკომისიას და ევროკავშირს იმისთვის რომ
ყველა მის წევრ ქვეყანაში სამეცნიერო შეფასებები გააკეთოს ამ სააგენტომ, რომ თითოეული ეტაპი სურსათის უვნებლობის დიდ, ესე ვთქვათ, ჯაჭვში ემყარებოდეს სერიოზულ სამეცნიერო შეფასებებს. და ეს კანონი General Food Law მოიცავს კვალიანობის სურსათის კვალიანობის ვალდებულებას. კვალიანობა კარგი სიტყვაა, ქართულადაც კარგად ითარგმნება ეს მიკვლევადობა, კვალიანობა ინგლისურიდანაც კარგად ითარგმნება, ქართულად კარგი შესატყვისი ტერმინი გვაქვს, რაც გულისხმობს აი სურსათის ესე ვთქვათ მარშრუტის სრულ მონიტორინგს. ანუ დაწყებული ფერმიდან, წარმოებიდან, ესე იგი, სუფრამდე რა გზას გადის სურსათი, ამას არეგულირებს ეს ესე იგი რეგულაცია. ეხლა ჩამოვყვები ძირითად, ესე ვთქვათ, მთავარ მახასიათებლებს ამ კანონმდებლობიდან გამომდინარე, რაც იცავს ევროპაში და ევროკავშირში სურსათის უვნებლობას. ეს გახლავთ პირველ რიგში ჰიგიენის რეგულაციები რა. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ახლა მე მახსოვს ბატონ ჯაბულო ის რო იყო სამწუხაროდ პანდემიის ამბები COVID-19 ძალიან მაგრად იმუშავა იმ პერიოდში მედიამ რა, ძალიან დიდი როლი შეასრულა მედიამ და პატარა ბავშვები სკოლის მოსწავლეებით სწავლობდით ვიბანკ თუ არა სწორად ხელებს გახსოვთ? ყველგან იყო სტიკერები გაკრული. თქვენს გქონდათ ათინაცა ძალიან მაგარი სტიკერები მთელი, ანუ გაჭირვებამ დაგვანახა ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მსმენელებო და მაყურებლებო, რომ ბევრი რამე არ ვიცით. მანამდე გონია რომ ქართველებს ყველაფერი ვიცით და ყველაფერში მაგრები ვართ, მაგრამ ხელების დაბანვის წესები, დისტანცია, პირადი სივრცე და მთელი ამბები ამ გაჭირვებამ, საყოველთაო გაჭირვებამ დაგვანახა როგორ უნდა დავიცვათ ეს ყველაფერი, ხო? და ну ესე იგი ვისაც და ყველას გვიმოგზაურია ევროპის ქვეყნებში და თვალშისაცემი არის რომ ცოტა უფრო მაღალი რეგისტრი და მოთხოვნა აქვთ ამ ჰიგიენის წესების დაცვის. მოდი ვთქვათ ვაღიაროთ. ეს გზაც გასასვლელია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება სწორედ ამ ევროპეიზმის კულტურის და ამ იმაში კანონმდებლობაში თარგმნილი ევროპეიზმის კულტურით ხდება ეს ყველაფერი და ამას მოიცავს ეს ამდენი კანონები და ამიტომ ცდილობს ევროპა რომ დაგვაჰარმონიზიროს, დაგვაჰარმონიულოს ამ კანონებთან და ჩვენც ქართველებმა ამ კანონებით ვიცხოვროთ რომ რისთვის ჩვენ ვიყოთ დაცულები. აი ხლა ამას წინათ ისა ტრამპი ამაყობდა მგონი გაეროს ტრიბუნიდან რომ არ ვიცი მართალია თუ არა და ისიც კი ახსენა რომ რავი რაღაც 40-ზე მეტი 156 წლის გვყავსო ამერიკაში ადამიანიო ერთიო რაღაც 200 წელს უკაკუნებსო და ნუ ამაყობდა ტრამპი იმით რა ქვია ამას ხანგრძლივ ცხოვრებას სიცოცხლის დიდი ხანგრძლივი ხო რა სავარაუდოდ დაუკავშირა ჯანმრთელობა რაღაც ერთი ტერმინი ხო გვაქვს ხო აი აჭარაში არიან მე მგონი ახლა ყველაზე მეტად ასწელს გადაცილებული და ეს ყველაფერი უკავშირდება ჯანსაღკვებას ეს სიცოცხლის ხანგრძლივობა და უნდა იმას აუქრა მაგრამ რა ვიცი ტრამპს ეხერხება ტყუილები არ ამგონია ეხერხებოდეს ტყუილები გადავამოწმო უნდა ზუსტად აი უსმინე რომ სადღაც რაღაც 200-მდე 150 მიღწეული ადამიანი ყავთ და ასე შემდეგ ანუ ამაყობ და ერის ჯანმრთელობით და იმით რა სიცოცხლის ხანგრძლივ უნარიანობით. ჰიგიენის რეგულაციები ესე იგი ეს არის 852 რეგულაცია ამ სურსათის უვნებლობის ზოგადი კანონიდან გამომდინარე, რომელიც ყველა ბიზნესისთვის, ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის განსაზღვრავს სურსათის ჰიგიენის დაცვის წევრებს წარმოების პროცესში და გაყიდვის პროცესში. ნუ ბუნებრივია სურსათის უვნებლობის სფერო შემადგენელია ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და აქ უკვე დამატებითი და უფრო მკაცრი მოთხოვნები გააჩნიათ და ჰიგიენის რეგულაციები განსაზღვრავს სახელმწიფო რეგულაციის პროცედურებს ამ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისათვის და ახლა ძალიან ბევრს მოვიხმართ ბუნებრივია ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. მე ჰიგიენაზე განსაკუთრებულად შევჭერდები რა აქვს კიდე ევროკავშირის განსაკუთრებული და რა ინერგება ჩვენთან მე ვფიქრობ და რასაც ვაკურდებით წარმატებულად. ზოგადად ეს ასოცირების ხელშეკრულება შეთანხმება რაც გვაქვს ევროკავშირთან და რაც არის ჩვენი ჩარჩო დოკუმენტი ევროკავშირში
გასაწევრიანებლად ცალკე თავს ესე სურსათის უვნებლობისთვის არ გამოყოფს, მაგრამ სანაცვლოდ გვაქვს ესეთი რამე სანიტარული და ფიტოსანიტარული ზონები ქვია, რომელშიც შედის სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და ფიტოსანიტარია. და სურსათის ჰიგიენა, როგორც გითხარით, მოიცავს იმ ძირითად წესებს, რაც სურსათის უვნებლობისთვის არის აუცილებელი და ევროკავშირის კანონმდებლობა ყველაზე მაგარს, რასაც აკეთებს, ყველაზე მნიშვნელოვანს სურსათის უვნებლობისთვის ეს გახლავთ ჰიგიენის მოთხოვნების დაცვა და რეალიზება სურსათის მწარმოებლების მიერ და ამ სისტემას ქვია ცნობილი აბრევიატურა ეს HACCP, რაც ნიშნავს საწარმოში სურსათის უვნებლობის ყველა საფრთხის დაკონკრეტებას, გამოვლენას, აღრიცხვას, აღმოფხვრას და ასე შემდეგ. HACCP ეს არის ინგლისური აბრევიატურა და ქართულად ნიშნავს საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას, ანუ ყველა ეტაპზე. მთლიანობაში ამ ჯაჭვს ქვია და დავასრულებ მე ამით farm to fork, ანუ ლამაზი ის არის ეს სენტენცია სავით ეს არის სუფრიდან იმიდან ფერმიდან ჩანგლამდე. აი ფერმიდან ჩანგლამდე რა გზას გადის სურსათი, რომ საქმის კურსში უნდა იყოს მომხმარებელი ვიახო. თვითონ ამ ტერმინას გაიარა განვითარების რაღაც ეტაპები, თავიდან იყო ფერმიდან მაგიდამდე, სუფრამდე. მერე სუფრაზეც შეიძლება მოხდეს დაბინძურება და ჩანგლამდე. ხო, სუფრიდან ჩანგლამდეც გზა არის. რატომაც არა, თუ დიდხანს გაჩერდება საკვები. ხო, და ჩვენ გავდივართ ახლა ამ გზას და ამას ემსახურება ეს პროექტიც, რომ აი მე მოკლედ ჩამოვთვალე ახლა ის უმკაცრესი რეგულაციები, სასარგებლო რეგულაციები, რომელიც მოსწონს ევროპის ყველა მოქალაქეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველა მომხმარებელს და ვისურვებდი და ვუსურვებ ჩემს ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს სახელმწიფოს საქართველოს, რომ ყველა ჩვენი მოქალაქეც აი დაცული იყოს, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები, ფერმიდან ჩანგლამდე სურსათის უვნებლობით, რომ უფრო ჯანმრთელები ვიყოთ და უფრო ღირსეულები და ამაყები ვიყოთ. ვიქნებით, იმიტომ რომ მივდივართ იქით, სტარტი კარგი გვაქვს, ძალიან კარგი და სხვათა შორის მინდა მაყურებელს და მსმენელს მივმართოთ, ჩვენი ყველა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ვებ გვერდზე რადიო ათინათი წერტილში, ჩვენს Facebook გვერდზე რადიო ათინათი და ბატონ მათენკომ აღნიშნა ვეტერინარი და ჩვენ გვყავდა სტუმრად წინა გადაცემაში აგრონომიც ყავდა ძალიან ბევრი სპეციალისტი და ნიჭიერი ადამიანი ამ გადაცემების მსვლელობისას, ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან ბევრი ინფორმაციას მიიღებთ, სწორი ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის. ამჯერად ბატონ ჯამბულ, თქვენთან გადმოვალ კითხვით, როგორ კონტროლდება სურსათის უვნებლობა ევროკავშირში? ჩავუშალოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. მე ვეცდები რომ მოკლედ უპასუხო ამ კითხვაზე. ევროპას აქვს ყველაზე მკაცრი რეგულაციები ამ სურსათის უვნებლობის სფეროში და ყველაზე მკაცრადაც კონტროლდება. კონკრეტულად თითოეული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, ამ ქვეყნის სპეციალიზირებული უწყებების ფუნქცია, რომ თავიანთ ქვეყნებში აკონტროლონ იმ ერთად მიღებული, ერთმანეთთან შეთანხმებული რეგულაციების შესრულება და ძალიან მკაცრად იმისთვის, რომ ერთმანეთსცენ, ასე ვთქვათ, პატივი ერთმანეთის მოქალაქეებს და საერთო ერთმანეთთან გაზიარებული მოთხოვნები რაც არის და მთავარია კითხვას, რომ ეს არის მეცნიერულად დამტკიცებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოთხოვნები. ეს ეფუძნება კვლევებს კონკრეტული მიკრობიოლოგიური, ქიმიური თუ ფიზიკური საფრთხები, რომლებიც შეიძლება ამა თუ იმ პროდუქტში და სურსათში არსებობდეს. არის სპეციალური უწყება შექმნილი, რომელსაც ქვია ევროპის სურსათის უვნებლობის უწყება და ეს უწყება ამ კვლევებს ატარებს განუწყვეტლივ და გასცემს რეკომენდაციებს ევროკავშირის ყველა ინსტიტუტზე და წევრ ქვეყნებზე. თუ რა საფრთხები შეიძლება და რა რისკები შეიძლება უკავშირდებოდეს ამა თუ იმ პროდუქტს, ამა თუ იმ სურსათს და როგორ შეიძლება ამ რისკების მინიმიზაცია და თავიდან არიდება. დამოუკიდებელია ყველა ქვეყანა კონტროლის სისტემაში, მაგრამ ევროკავშირს ყავს ერთი ორგანო, რომელიც აკონტროლებს, ვერ ვიტყვით, უფრო აკვირდება ეროვნული სახელმწიფოები, როგორ ახორციელებენ
ევროპული რეგულაციების კონტროლს საკუთარ ქვეყნებში. ანუ შეხამებულია ოპტიმალურად საერთო ერთიანი მიდგომა, ერთიანი წესების სისტემა და ამავე დროს ინდივიდუალური კონტროლი თითოეული ქვეყნის შიგნით და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი. ამა თუ ქვეყანაში თუ აღმოჩნდა რამე საგანგაშო, თუნდაც ერთი ფაქტი იმ წამსვე სპეციალური სისტემის მეშვეობით, რომელსაც სწრაფი განგაშის სისტემა ქვია, შეტყობინება გადაეცემა ყველა წევრ ქვეყანას და არა მარტო წევრ ქვეყანას. მე მახსოვს 22 წლებში და შეიძლება ბევრსაც ახსოვს, კინდერ შოკოლადზე იყო ესეთი ისა, რომ მოვიდა საქართველოშიც შეტყობინება ევროკავშირის სპეციალურ უწყებიდან იმის თაობაზე, რომ რაღაც პარტიაში გაიპარა რაღაც მიკრობების გარკვეული ისა და მაშინათვე მოხდა ამოღება ჩვენს ქვეყანაშიც ყველა პარტია რაც იყო შემოსული ის პარტია რომელიც იყო ამ უწყების მიერ ასე ვთქვათ განგაშის სისტემაში გაშვებული ის რომელიც უკვე არ იყო მოხმარებული ამოღებული იქნა დანარჩენებზე ჩვენმა ეროვნულმა სააგენტომ გავრცელა ინფორმაცია და ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა რომ თუ სადმე ნაყიდი ქონდა და შენახული ქონდათ ეს ასე ვთქვათ ესათვის პროდუქტი არ მიეცათ ბავშვების საკვებად. ანუ მეცნიერული კვლევა, საერთო კანონმდებლობა, ეროვნული სახელმწიფოების სპეციალიზირებული უწყებები და ერთმანეთთან თანამშრომლობა და კოორდინაცია ქმნის ევროპული სისტემის უნიკალურობას, რითაც აღიარებულია და ეს არ არის ჩვენი მიგნება, რომ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სურსათისუნებლობის სისტემა ჩამოყალიბდა ევროპაში და ამდენი წელია ჩვენ თანამშრომლობთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მეშვეობით და ეს შეთანხმება გრძელდება და მისი შესრულების ასე ვთქვათ ვალდებულება ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს უმეტეს ნაწილში უკვე თანხმედრაში ვართ და იმ ნაწილებში რომლებიც ჯერ კიდე გვაქვს შესაბამისობაში მოსაყვანი ცალკე გადაცემა იქნება ამ თემაზეც თუ როგორ მოვახდინოთ იმ დარჩენილი ნაწილის ჰარმონიზება მსოფლიოში საუკეთესოდ ჩათვლილ ევროპულ სურსათისუნებლობის სისტემასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად ბატონ ტენგის თქვენ დაგადმოვალ კითხვით, აი როგორ გავლენას ახდენს ევროკავშირის რეგულაციები და პოლიტიკა მომხმარებლის უფლებებზე? საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მადლობა რაზეც ვისაუბრეთ ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული. პირველ რიგში იცავს მომხმარებლის უფლებებს მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოთი, რაზეც ვისაუბრეთ, რომ მომხმარებლის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის უფლებების დაცვის კონტექსტში პრევენციული მიდგომა ევროპის სურსათისუნებლობის პოლიტიკის, რაც გულისხმობს, როგორც გითხარით, მთელ ამ დინამიკაში, მთელ ამ მარშრუტზე farm to fork სტრატეგიის, რასაც არის ფერმიდან ჩანგლამდე სტრატეგია, ყველა ეტაპი წარმოებიდან, ასე ვთქვათ, მომხმარებლამდე იყოს დაცული. ეს არის ევროპის აი ამ ცნობილი მწვანე შეთანხმების საფუძველი, რომ პრევენციული მიდგომა უზრუნველყოფდეს მომხმარებლის უფლებების დაცვას. და საბოლოო ჯამში ჯანმრთელობის დაცვისკენ არის ეს ყველაფერი მიმღრობილი და ჯანმრთელობის უფლება მოგეხსენებათ ყველა ქვეყნის კონსტიტუციით ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური უფლებაა ყველა მოქალაქის და იმდენად მკაცრი რეგულაციები ევროპის სურსათისუნებლობის პოლიტიკის რაზეც ვისაუბრეთ, რომელიც მიმართულია სწორედ ჯანმრთელობის დაცვაზე და გარემოს უსაფრთხოებაზე, ამით იცავს ევროკავშირი ადამიანების და მომხმარებლების უფლებებს სწორედ და ამ კონტექსტში აი ხშირად სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებაზე როგორ მეტყველებს ეს. ბუნებრივია, როცა ევროკავშირი ასეთ მკაცრ ღონისძიებებს, ასეთ საინტერესო სასარგებლო ღონისძიებებს ატარებს თავისი მომხმარებლების დაცვის კუთხით, ჯანმრთელობის სისტემაც ძალიან დიდი ეკონომია აქვს ოფოაკედან, იმიტომ რომ გავლენა და პრესი ჯანმრთელობის სისტემაზე და ადამიანების ჯანმრთელობის ესე ვთქვათ პორტფელიც უფრო ნაკლებად დატვირთულია, რაც უფრო ჯანმრთელი ხარ, მით უფრო ნაკლებად გიწევს ექიმთან მისვლა, რაც უფრო ჯანმრთელი ხარ, უფრო პროდუქტიული ხარ და ბუნებრივია პირდაპირ კორელაციაშია ეს სურსათის უსაფრთხოების პოლიტიკა მყარ ჯანდაცვის სისტემასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან.
ცხადია და ბოლოს ორივე სტუმარს მინდა მოგმართოთ ამჯერად ბატონო ჯამბულ თქვენ მოგმართავთ აი მიგნებები და დასკვნები ბოლო თითო წუთი გვაქვს კი მე დავამატებით ძალიან მოკლედ რაც გამორჩა ჩემი თქვენ წინა კითხვაზე პასუხისას გამორჩეული ევროკავშირი იმითაც არის რომ ევროკავშირი ამ მოთხოვნებს რაც მასში და ბაზარზეა ავრცელებს მესამე ქვეყნებზეც საიდანაც ხორციელდება იმპორტი მათ შორის საქართველოსაც ანუ ეს მიდგომა მას საშუალებას აძლევს უნიკალურ დონეზე დაიცვას თავისი მოქალაქეები მაგრამ ამავე დროს ხელი შეუწყოს ხარისხის და სურსათის უბნებლობის გავრცელებას სხვა რეგიონებშიც, ვისაც ევროკავშირთან სურს ჰქონდეს ეკონომიკური ურთიერთმომგებიანი ურთიერთობები. და ძალიან კიდევ ერთი მომენტი პესტიციდებისა და ქიმიური შხამქიმიკატების კონტროლის სისტემა, რომელიც ევროპაში უნიკალურია და არის სტრატეგია და თითქმის 50%-მდე მცირდება მოხმარება ფაქტიურად ეს მისცემს ისედაც ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე მოსახლეობას კიდევ უფრო გაუმჯობესოს თავიანთი ჯანმრთელობა და მრავალი დაავადების პრევენცია გააკეთონ მსგავსი ღონისძიებებით. დავამატებ შხამქიმიკატებზე ასე ვთქვათ სრულფასოვნად და ამომწურავად ისაუბრე წინა გადაცემაში აგრონომმა, რომელიც ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასასმელია გასათვალისწინებელია. დიახ, საოცარ რესპონდენტი. მე დავამატებდი ბატონო ძალიან მოკლედ. ყველაზე დიდ მიკვლევადობად მიმაჩნია ერთი რამე და რეზუმირებას გავაკეთებ მთელი ჩვენი დღევანდელი ამ კუთხით საუბრის ყველაზე დიდ მიკვლევადობა ის არის რომ გვესმოდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს რატო გვინდა ევროპა და რატო არის საქართველოს ადგილი განსაკუთრებული ადგილი ევროპაში გვინდა იმიტომ აი ესე ვთქვათ აი ამ ევროპესიმისტებისთვის ვამბობ ამას რისთვის გვინდა იმიტომ რომ ჩვენი შვილები იყვნენ ჯანმრთელები რისთვის გვინდა ევროპა და რატო ჯობია რუსეთს და რატო ჯობია ნებისმიერ სხვა ვექტორს იმისთვის რომ დაცულები ვიყოთ დიახ იმ 100 წელიწადზე მეცხოვრობდნენ ჩვენი ქვეყნის შვილები და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რაც აქ ჩამოვთვალეთ ჩვენ და იმდენად ბევრი აქვს ევროპას გაკეთებული სოფო. ევროკავშირს, ბატონმა ჯამბულმა აღნიშნა, სულაც არა ვართ ევროკავშირის წევრები და უკვე რა ვიცი 15 წელია მინიმუმ ამ ჰარმონიზირებაზე მუშაობს, ხო ბატონო ჯამბულ? მინიმუმ 2008-7-9 წლებიდან მუშაობს ამ სურსათის უბნებლობის სფეროში ჰარმონიზირებაზე. და შეხვედრა სურსათის უბნებლობის საკითხებზე ამ სფეროში ჩართულ სხვადასხვა აქტორს შორის და ყველა აღნიშნა განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულება დაიწყო უბრალო საშაურმეს ყავახანას თუ ნებისმიერ ობიექტს უკვე დაეტყო მეტნაკლებად ის გზა რაც ჩვენ აქამდე გამოვიარეთ და კიდევ უკვე გასავლელი ცხადია და ყველაზე მთავარი არის სწორი ინფორმაცია, რასაც აკეთებს ეს გადაცემა და ემსახურება. ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის, ამომწორავე პასუხებისთვის და კიდევ ერთი განსაკუთრებული თემისთვის, რომელიც სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩემს პენელს და მაყურებელს შევახსენებ ძალიან დიდი სიამოვნებით სურსათის უვნებლობა ევროკავშირში. ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა გახდათ. სტუმრებს წარმოგიდგენთ კიდევ ერთხელ თენგიზ ჯგუშია, აიფ სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი, ეკონომისტი, პროექტის დირექტორი, ჯამბულ ნაჭყებია, ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი. მე სოფიო ხუსიშვილი გახლავარ დღეს ამიდგემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს 18 საათსა და 18 წუთზე. სხვა სტუმრებით და მორიგი გადაცემით შაბათს ნახვამდის. რით ვიკვებებით და რამდენად უვნებელია სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაცულია თუ არა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ყოველ ორ შაბათს, 4 შაბათს და შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინეთის პირდაპირ ეთერში და გვიყურეთ ინტერნეტში.